დედა, რომელიც მუდმივად სახლში იმყოფება და ხან ტელეფონზე არის, ხან ვიღაცას ესაუბრება, ხან სოციალურ ქსელში რაღაცას კითხულობს, არ არის ბავშვთან მაგ მომენტში. ფიზიკურად არის, მაგრამ ემოციურად მაინც განშორებულია. როგორი უნდა იყოს ის მხარდამჭერი ვერი, მეუღლის, ოჯახის წევრების, მშობლების, მეგობრების სახით, რა უნდა შექმნან მათ ამ დედისთვის, რომელიც ახლა დაიბადა როგორც დედა? 7 სტაბილური ზრდასრულის გვერდზე ყოფნა არის უსაფრთხო სივრცის შექმნა ბავშვისთვის. ვიცნობ წყვილებს, რომლებმაც დაგეგმეს, რომ არ უნდათ შვილი. აი რატომ ხდება ეს? რამ განაპირობა მათი ეს გადაწყვეტილება? არასწორი მოლოდინები არ უნდა შეიქმნას, იმიტომ რომ რეალობა ხშირად არის განსხვავებული. აი რა იგულისხმება აი ამ ფრაზის უკან მე არ ვარ დედობისთვის მსად და რა არის ის ძირითადი მახასიათებლები, რომლითაც მე ვიტყვი რომ ვარ დედობისთვის მსად? ძალიან ხშირად მსმენია თერაპიაში, როცა ვთხოვრო გააჟღეროს თავისი სურვილი, თავის საჭიროება მეუღლესთან, ქალები პასუხობენ, რომ მე თუ უთხარი რა თქმა უნდა, ესეთი დახმარება. აზროვნების აკადემიის აღზრდის პოდკასტში ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ როგორი უნდა იყოს მშობელი ან როგორი არ უნდა იყოს. ვაძლევთ რჩევებს, რომ განვითარება პირველ რიგში ნიშნავს ბავშვის მხარდაჭერას, მისი პოტენციალის რეალიზებას და არა მის კონტროლს და გეგმებს, რომელიც რეალიზებაც ჩვენ როგორც მშობლებს გვინდა. დღეს გსურს ვისაუბროთ თემაზე, თუ როგორ იბადება მშობელი, როგორ ხდება ქალი დედა და რა სტერეოტიპები არსებობს ამასთან დაკავშირებით. ამ თემით მოვიწვიეთ აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგი, გეშტალტ თერაპევტი ოლიკო ნაკაშიძე. მოგესალმებით ოლიკო, დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს. მოგესალმებით ნინო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ოლიკო, მე გავიცანი ერთ-ერთ ინტერვიუ, სადაც თქვენ საუბრობთ, რომ მშობლობისთვის მსაობა არ გულისხმობს მარტო გარემოს ცვლილებას, ვთქვათ, ნივთების შეძენას, სამშობიაროს შერჩევას, ვთქვათ, რაღაცა დაგეგმას, ჩანთის შევსებას, რომელიც საჭირო ნივთებით არის აღჭურვილი, არამედ ეს არის კიდევ უფრო სხვა რამე და აი ამ სხვა რამეზე რომ გვესაუბროთ, რა არის მსაობა მშობლობის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სამშობიაროს შერჩევა, ოთახის მომზადება ბავშვისთვის, ახალი ნივთების შეძენა, ტანსაცმლის მომზადება, თუმცა ხშირად ყურადღების მიღმა გრჩება ფსიქოლოგიური მომზადება. დიახ. რადგან ორსულობა აქტიურებს სხვადასხვა პროცესებს ქალში. ამ დროს ხდება ქალის იდენტობის კრიზისიც, იმიტომ რომ ქალი თითქოს წყვეტს იმ სოციალური როლის შესრულებას, რაც მანამდე ქონდა, მაგალითად იყო მეგობარი, შვილი, თანამშრომელი და ნელ-ნელა ეს როლები უკანა პლანზე იწევს, როცა ეს ქალბატონი ხდება დედა. და სწორედ ამ როლის დაბადებაც ხდება, როცა ბავშვი დაიბადება. სწორედ აქედან იწყება უკვე ახალი როლის ჩამოყალიბება, ძალიან ხშირად სოციალური ქსელები, ფილმები არასწორ მოლოდინებს ქმნიან და ქალები ელოდებიან, რომ მშობიარობის შემდეგ პირველივე წუთს იქნებიან ძალიან ბედნიერები, ეგრევე შეუყვარდებათ თავის შვილი, რაც ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. იმიტომ რომ ხშირად დამღლელი მშობიარობის შემდეგ ქალი უბრალოდ გამოფიტულია, მისი ენერგია არის დაცლილი, ასე რომ ვთქვათ, მას სჭირდება ფიზიკური აღდგენა და შესაძლოა ეს ემოციები ეგრევე არ გაჩნდეს. და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალმა არ დაიწყოს იმაზე ფიქრი, რომ მე შვილი არ მიყვარს, მე როგორი დედა ვარ და ასე შემდეგ. რაც ბუნებრივი კითხვები არის, ეს არის ის კითხვები, რომელიც ქალს უჩნდება. ხო, ორსულობის პერიოდში როგორ დედა იქნება, როგორი შვილი, როგორი ჯანმრთელობის იქნება, რამე ხო არ შეეშლება და ეს ძალიან ბუნებრივი და კითხვები არის, რასაც ქალი თავის თავს ეკითხება. და ამ დროს ეს ჰორმონალური ცვლილებები, ეს მისი ენერგიის დეფიციტი, რასაც თქვენ ამბობთ, და ის სტერეოტიპული წარმოდგენები, ხო, ჩვენ ძალიან ხშირად თავს ვახვევთ ერთმანეთს
ხარდამჭერი მოტივებით, რომ ვთქვათ, როცა ჩემი შვილი გაჩნდა, ვიყავი უაღრესად ბედნიერი და ასე შემდეგ და ეს ქალი, რომელიც იმ მომენტში შეიძლება მისთვის უფრო დომინანტურია შფოთვა და შიში, ვერც ახერხებს ამის გაზიარებას, ხო, იმის შიშით, რომ იქნებ ის არ არის სრულყოფილი დედა და იქნებ მასში ის პროცესები ისე არ წავიდა, როგორც მას აქამდე ჰქონდა ეს. აი, ამ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია ხარდამჭერი გარემო, ის ინფორმაცია, რადგან ახლა ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ, რომ კონდეს და მზად იყოს, რომ არის კრიზისი, რომელიც არის მოსალოდნელი კრიზისი და ამ კრიზისს როგორ დავხვდები? როგორი უნდა იყოს ის მხარდამჭერი ველი, მეუღლის, ოჯახის წევრების, მშობლების, მეგობრების სახით, რა უნდა შექმნან მათ ამ დედისთვის, რომელიც ახლა დაიბადა როგორც დედა? მხარდამჭერი სისტემა, ასე რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დედისთვის, ბუნებრივია ყველასთვის, თუ ეს პირველი მორსულობაა და პირველი მშობიარობა, ყველასთვის არის სიახლე, მეუღლისთვისაც, შეიძლება ბებია პირველად ხდება ბებია და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი სიახლე იყოს მთელი ოჯახისთვის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში საკუთარი საჭიროებების გაცნობიერება. ქალმა უნდა გააცნობიეროს, რა სჭირდება, როდის სჭირდება მას დასვენება, როდის სჭირდება მას დახმარება. ძალიან ხშირად ბებიები თავისი დიდი გამოცდილების შედეგად და დიდი სიყვარულის შედეგად არ ღვევენ საზღვარს სახელბედა დედის და ეხმარებიან, რა თქმა უნდა, თავისი წვლილი შეაქვთ, მაგრამ შეაქვთ იმ საქმეში, რომელიც დედისთვის ამ ეტაპზე არ არის მნიშვნელოვანი და ამ დროს ქალმა უნდა გააცნობიეროს, სად სჭირდება დახმარება და ეს თავაზიანად სთხოვოს, რომ ბებიასაც არ გაუჩნდეს რაღაცა ზედმეტობის განცდა ან არაკომპეტენტურობის განცდა და არ შეიქმნოს კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა. ძალიან მიხარია, რომ მამებმა დაიწყეს აქტიურობა ამ კუთხით, აი შეხვედრებზეც მოდიან უკვე ორსულ მეუღლეებთან ერთად მამები და კითხულობენ, როგორ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ უშუალოდ მშობიარობის დროს. რა უნდა გააკეთონ, როგორ შეუძლიათ, რომ ქალს ეს ტკივილები შეუმსუბუქონ. დიახ, შევეხოთ ამ თემას, ოლიკო, იმიტომ რომ ბევრი ქალის შფოთვა არის ეს მშობიარობის შიში და არის ორაზროვანი დამოკიდებულება ამ მხარდაჭერაზე, არიან ქალებიც და მამებიც, რომლებიც აზიარებენ, რომ პირიქით უნდა ვიყო ჩემი მეუღლის გვერდით, მაგრამ არიან ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ არ მინდა, რომ ამ პროცესს ესწრებოდეს, ხო? აი, რა არის ეს ოქროს შუალედი და როგორ უნდა განისაზღვროს, უნდა დაესწროს თუ არ უნდა დაესწროს და მისაღებია თუ არა ქალის პოზიცია, რომ არ მინდა, რომ ესწრებოდეს ჩემი მეუღლე მშობიარობის პროცესს. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის დამოკიდებული ქალის სურვილზე. თუ ქალს აქვს სურვილი, რომ მამა დაესწროს მშობიარობას, უნდა მოხდეს მამის მომზადება, რომ მან მამამ არ დაიწყოს შფოთვა, იმიტომ რომ ვიზუალურად ყველა ვიცით ხო ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს, ხანდახან ფილმებიდან ძალიან ჰიპერბოლიზებულადაც ჩანს ეს პროცესი, თითქოს ეს არის რაღაცა უდიდესი ტანჯვა ყვირილი და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ხო მამის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესისთვის, თუ ქალი გადაწყვეტს, რომ მამის დასწრება სასურველია მისი მშობიარობის დროს. ხოლო თუ ქალს არ აქვს სურვილი, ესეც ძალიან ნორმალური არის, იმიტომ რომ ის ალბათ უსაფრთხოდ ვერ გრძნობს იმ მომენტში, ან რაღაცა თავის პრივატულობის შენარჩუნებას სურს და აი რაღაცა ზედმეტი ტკივილის მიყენებებისგან თავს არიდებს და არ უნდა რომ მამას ასე რო თქვათ ეს რაღაცა არა სასიამოვნო პროცესი თუ რა ვიცი მისი ტკივილები დაანახოს. და ალბათ ეს ნაწილიც ჩვენ მოზარდებიც გვიყურებენ, როგორც მათ გამიზიარეს და მათთანაც ხშირად მოდის ესე ფიგურად, რომ აქვთ მშობიარობის შიში და რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ აბსოლუტურად ინდივიდუალურია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, ექიმის ჩართულობას, უამრავი საშუალება იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო მარტივად და უმტკივნეულად მიმდინარეობდეს და არის კიდევ ძალიან ბევრი სტერეოტიპი, ხო, იგივე ის ქალი, რომელიც შეიძლება უარს ამბობდეს მეუღლის დასწრებაზე, შეიძლება ეს იყოს განპირობებული მისი ამ წარმოდგენებით, რაც თქვენ თქვით, ხო, ფილმებიდან მიღებული მშობლების გამოცდილება და ასე შემდეგ და სინამდვილეში ეს არის ერთ-ერთი ესეთი კრიზისი, სადაც მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება ქალს. ოღონდ რა თქმა უნდა იყოს შეთანხმებული მათი ურთიერთობის ფონზე. დედობის მოლოდინი.
ხშირად არის ხოლმე ეს დედობის მოლოდინი უფრო გაიდეალიზებული, რაღაცნაირად მშობლებს აქვთ განსხვავებული წარმოდგენა, რა არის აი ეს ძირითადი სტერეოტიპი, სადაც მე მგონია რომ ესეთია დედობა და სინამდვილეში აღმოჩნდება რომ აი ეს კრიზისებია ამ დედობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ქალმა არ შეიქმნას არასწორი მოლოდინები, რაც ამ ეპოქაში ასე რომ ვთქვა ძალიან ადვილი არის, ხო? იმიტომ რომ ფილმებიდან ჩანს რომ დედა იმშობიარობს, მეორე დღესვე ჩაიცმეს. გამოიბრანჭება, არის უკვე ფორმაში, ხვდება თავის მეგობრებს, ან ყავასოს, დადის ბავშვთან ერთად ყველა სივრცეში ერთად. დიახ. და ეს ასე არ არის. თუ მშობიარობა იყო ხანგრძლივი დამღლელი ქალისთვის ეს საჭიროებს აღდგენის დროს. რა დროსაც მას სჭირდება დასვენება, მოსვენება, შეიძლება არავის ნახვაც არ უნდოდეს იმ მომენტში. და ეს სრულებით ნორმალური არის. არასწორი მოლოდინები არ უნდა შეიქმნას, იმიტომ რომ რეალობა ხშირად არის განსხვავებული და როცა ამ განსხვავებულ რეალობას ეჯახება, მე უკვე დიდი იმედგაცრუებაც ხდება და რაღაცა საკუთარ თავში კითხვების გაჩენა, რომ სხვა რაღაცას ველოდებოდი და თურმე სხვა რაღაცა აღმოჩნდა და აი ეს რო არ იყოს მოულოდნელი ქალისთვის. ამ ბავშვთან ერთად სიარულზე გამახსენდა, სანამ მე თვითონ მე თავად დედა გავხდებოდი, მე საზოგადოებრივ სივრცეებში, ვთქვათ, რაღაც დიდ წვეულებებზე ყოველთვის ვაკრიტიკებდი გულწრფელად უნდა ვთქვა, დედებს, რომლებსაც მოყავდათ ჩვილი ბავშვები, ხმაურის გამო, ვთქვათ, მეგონა რომ არ იყო ისე დაცული ბავშვის უსაფრთხოება, ჰიგიენა, ასე შემდეგ და ძალიან ვღიზიანდებოდი ამაზე გულწრფელად, რატომ არ იყო ბავშვის უფლებები დაცული. მაგრამ როდესაც დედა გავხდი, მივხვდი რომ რა მდგომარეობაშია დედა, როგორი მოწყურებულია იმ თავის ძველ როლებს, ხო, სადაც რაც თქვენ აღნიშნეთ, ხო, რამდენადაც რეალიზებულია დედა, იმდენად შეიძლება იყოს მისთვის რთული ეს რაღაცა იზოლაცია გარემოდან და მე ბევრად უფრო სხვანაირად გავუგე იმ დედებს, რომლებიც პატარა ბავშვით ცდილობენ რომ ისევ აღიდგინონ ის როლი და ისევ იმ ველის ნაწილი გახდნენ, რა ველშიც მანამდე იყვნენ. და უბრალოდ მინდა რომ ვთხოვო ყველას, ვინც ჩემს მდგომარეობაშია ახლა და აკრიტიკებს მშობლებს, რომლებიც პატარა ბავშვებით არიან წვეულებაზე, რაღაცნაირად მისაღები გახდეს ეს მათთვის, იმიტომ რომ არ ვიცით ის მშობელი იმ დროს როგორ კრიზისშია, ხო? მასაც უნდა რომ იმ ველის ნაწილი იყოს, სადაც თქვათ მისი მეგობრები, მისი ოჯახის წევრები არიან და თუ კი ბავშვის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, არ არის დარღვეული, ეს ჩათვალონ ნორმად. აი თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ითხოვონ დახმარება. გაგვიგია ალბათ ხშირად რომ ყავთ ციცები. და ეს ციცები არიან ბავშვთან და დედა არის დაკავებული სახლის საქმეებით. და სინამდვილეში შეიძლება სრულიად საწინააღმდეგოდ იყოს საჭიროება, ხო? ანუ ძიძა მიმაგრებულია ბავშვს და დედა არის რაღაცა აი ამ პროცესში ჩართული. აი ამას როგორ უყურებთ და როგორ შეიძლება იყოს სინამდვილეში უმჯობესი მშობლისთვის? რა თქმა უნდა, ყველაფერი არის დამოკიდებული ქალის და დედის ინსტინქტზე. თუ ის ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა არ არის ისეთ სტაბილური, როგორიც არის მაგალითად გამოცდილი ძიძის მდგომარეობა, ხო? შესაძლოა თავდაპირველად იყოს ესეც მისაღები, იმიტომ რომ ბავშვი კითხულობს სამყაროს და აი ეს უსაფრთხოების განცდა ჩნდება მაშინ, როდესაც მის გვერდზე არის სტაბილური ზრდასრული. რომელიც არ შფოთავს, რომელიც არ არის გადაღლილი და არის მუდმივად მასთან, რომელიც რეაგირებს მის რაღაცა სიგნალებზე და არ ტოვებს ბავშვს მარტო იზოლირებულად და შესაძლოა ქალი ამ მდგომარეობაშ დედა იყოს უფრო მეტად ღიზიანებული, აღელვებული, შფოთავდეს და შესაძლოა ხო უკეთესიც იყოს რომ ამ პერიოდში ძიძა იყოს მასთან ბავშვთან. ნამდვილად, თუმცა, რა თქმა უნდა, დედის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც დედა შეამჩნევს, რომ არის უკვე მზად, რომ ბავშვთან გაატაროს დრო, მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც 1 საათი ხარისხიანი ემოციური კონტაქტის დროს საკმარისია ბავშვისთვის, რომ მისი ეს ემოციური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს და დედასთან გაუჩნდეს კონტაქტი.
ოლიკო, აი ხშირად ამბობენ, რომ თქვათ, აი მამამ რომ ხელში აიყვანა, ბავშვი დამშვიდდა, ან ბებომ რომ ხელში აიყვანა და ბავშვები რა თქმა უნდა ამას გრძნობენ. შევეხოთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, რომელიც რა თქმა უნდა ყველა ქალთან არ არის, შესაძლოა ყველა მშობიარობის შემდგომ არ დადგეს, მაგრამ მაინც დადგეს და ზოგჯერ ამას ვუყურებთ რაღაცა შიშით დედები, რომ თითქოს არ არის საკმარისად კარგი დედა, რომ ვერ უზრუნველყოფს შვილს, ამას არც აცხადებს, რომ არ წამოვიდეს კიდევ უფრო მეტი კრიტიკა და დანაშაულება მისი როგორც დედის რაღაცა შეზღუდვა კიდევ მისი უნარების, ხო? რა პროცესია ეს და თუ აქვს თავისი განსაზღვრული ვადები, რომ ვუთხრათ მშობლებს, აი რა პერიოდში შეიძლება მოიცავდეს და როდის არის მნიშვნელოვანი რომ ჩაერთო სპეციალისტი? მშობიარობიდან პირველი 2 კვირა ძალიან ბუნებრივია, რომ ქალი იყოს დაყრილი, გაღიზიანებული, შესაძლოა სევდიანიც, იმიტომ რომ ეს არის აი როლებთან განშორება, ახალ როლთან შეგუება და ეს ჰორმონალური ცვლილებებიც ხდება ამ პერიოდში და ქალი ეგუება ამ მდგომარეობას. დაახლოებით 2 კვირა ძალიან ბუნებრივია, რომ ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს. თუმცა თუ ეს გახანგრძლივდა და მეუღლე ამჩნევს, რომ ქალი დედა არის 2 კვირაზე მეტხანს დაძაბული, შფოთავს, დაღლილია, ვერ იძინებს მაშინ, როდესაც ბავშვს ძინავს და მუდმივად რაღაცა ჰიპერაქტიულია. ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაელაპარაკოს მეუღლეს, უთხრას, ხო სჭირდება სპეციალისტის მხარდაჭერა, იმიტომ რომ დეპრესია ნებისყოფით არ იგურნება. აქ აუცილებელია სპეციალისტის ჩართულობა, იმიტომ რომ დეპრესია არის უკვე კლინიკური მდგომარეობა, რა დროსაც გარდა იმისა, რომ თქვათ ქალი არის მუდმივად დაღლილი, უენერგიო, ვერ უთმობს ბავშვს სათანადო ყურადღებას, შესაძლოა ასევე გაუჩნდეს ესეთი შიშები და ფიქრები, რომ რამე სხვა არ ვავნებ ბავშვს, ან რამე სხვა არ ვავნებ საკუთარ თავს და ეს უკვე ყურადსაღები მდგომარეობაა. და ალბათ უაღრესად მნიშვნელოვანია აქ ადამიანების მხარდაჭერა, რომელიც აი ესე წადი ფსიქიატრთან ან ფსიქოლოგთან კი არაერთად ვიაროთ. ალბათ ხო ეს ძალიან ღირებულია, რომ კი არ გაემიჯნოს, რომ შენ ხარ ავად და მე ვარ რესურსული, არა პირიქით, ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ სირთულეებს, ეს შეიძლება მივიღოთ როგორც ბუნებრივი კრიზისი. და აი ამისთვის მზაობა გქონდეს, ხო? რა თქმა უნდა, წყვილებიც გადიან განვითარების ეტაპს და ერთ-ერთი განვითარების ეტაპია, რომელსაც თუ გადალახავენ ჯანსაღად და არ მოხდება ამაზე ფიქსაცია, უფრო გაიზრდებიან ისინი როგორც წყვილი, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან სტერეოტიპულად გგონია, რომ აი როგორიც იყო ჩვენი, ვთქვათ, ქორწინების შემდგომი პერიოდი, ან ჩვენი შეყვარებულობის ხანა, ამას ვეძახით პირველად წყვილს, ისე უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრება და წყვილმა უნდა გაიაროს თავისი განვითარების ეტაპები და ბუნებრივია აი ამ მდგომარეობაში ურთიერთ მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია და შეიძლება ფასდაუდებელიც, ხო? თუ კი ამ პროცესში ჩემი მეუღლე ჩემს გვერდით იქნება როგორც მხარდამჭერი, ბევრად უფრო გამიმარტივდება ეს პროცესები, ვიდრე ვთქვათ მარტომ წადი შენ ფსიქოლოგი და ფსიქიატრი გესაჭიროება. მე ვიცნობ გოგონებს, რომლებიც ესე აზიარებენ ქორწინების შემდეგ თავის პოზიციას. მე არ ვარ დედობისთვის მზად. და თუ არსებობს ესეთი რაღაცა რესურსი, ან რაიმე კონკრეტული თვისება, ან რაღაცა პირადი რესურსი, რაც მე უნდა გამოჩნდეს, რომ ვთქვათ, რომ მე ვარ დედობისთვის მზად. აი, რა იგულისხმება აი ამ ფრაზის უკან, მე არ ვარ დედობისთვის მზად და რა არის ის ძირითადი მახასიათებლები, რომლითაც მე ვიტყვი, რომ ვარ დედობისთვის მზად. მე მგონი, ესე გაცნობიერებულად არც ერთი ქალი არ არის დედობისთვის მზად, იმიტომ რომ სულ სხვა წარმოდგენები შეიძლება არსებობდეს და რეალობა სულ სხვადად დახვდეს. თუმცა ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ დედობისთვის არ არიან მზად, სავარაუდოდ მანდ არის ძალიან ბევრი შიში. შიში იმისა, რომ დაკარგავს თავის იდენტობას, თავის როლს სოციუმში, ჩამორჩება კარიერულად, შეიძლება კონდეს შიში, რომ მეუღლესთან ისეთი ინტიმური ურთიერთობა აღარ ექნება, როგორც მანამდე ქონდა. და ეს შიშები ძალიან ლეგიტიმურია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე დროს, ხო, ქალი მივიდეს უბრალოდ სპეციალისტთან და ამუშავოს თავისი შიშები. თუ ამ შიშებს აქვს
რაღაცა კონკრეტული სახელი, იმიტომ რომ თუ შიში არის ზოგადი, ხო? აი მომავლის მეშინია, ხო? ამას თითქოს რაღაცა ესეთი ფორმა არ აქვს და რაღაცა დიდი გიგანტივით ეჩვენება ქალს, მაგრამ როცა უკვე კონკრეტულ ჩარჩოში მოიქცევა ეს შიში, დასახელდება რისი ეშინია, უკვე ფორმას იღებს და ამ შიშთან მუშაობა ბევრად მარტივი ხდება. ხო, ასევე ძალიან ხშირად სანამ გოგონა ესე რომ ვთქვათ ძალიან გაცნობიერებულ ასაკში შევა, მაგ დროს თუ დარჩება ორსულად ხშირად მისმის რომ ეს რაღაცა კონტაქტი ვერ დავამყარე, ან ისეთი პატარა ვიყავი, რომ არ ვიყავი დედობისთვის მზად. არ ვიყავი დედობისთვის მზად და შვილი აღზარდა როგორც მეგობარი. ხო, იმდენად პატარა ასაკში დაქალებივით ვართ და თან ხელით უწყობს იმ შვილის სიმაღლე ასაკი, რომ რაღაცა დედას დაემსგავსოს და დედის ხელა იყოს მართლა დაქალებივით. ხო, და ამ დროს მეორე შვილზე უკვე თითქოს ჩამოყალიბებული, უკვე გაცნობიერებული აქვს, გამოცდილება, ნაკლები შიში აქვს და მეორე შვილზე უფრო მეტად დებენ თავის რესურსს, უფრო მეტად თავდაჯერებულები არიან ამ პროცესში და შესაძლოა მეორე შვილზე უკვე განიცადონ ის დედობრივი ინსტინქტი, რაც ქალს ბუნებით გააჩნია. და ალბათ აი ამ ნაწილში რომ მე დედობისთვის არ ვარ მზად, შეიძლება იყოს არა ჩემი, არამედ აი სხვისი, ჩემი სივრცის, თქვათ, მეგობრის, დეიდაშვილის გამოცდილებები, სადაც მე მხარდამჭერი და ემპათიური ვიყავი მისი და იქ წარმოიშვა რაღაცა ისეთი სირთულე, რამაც ჩემზე იქონია გავლენა და მე ხშირად და ზოგადად ადამიანებს გვახასიათებს განზოგადება, ხო, რომ ეს სირთულე თუ მას დაემართა, შეიძლება მეც დამემართოს, მე ამას ვერ გავუმკლავდები და ასე შემდეგ და ძალიან სუსტად აღნიშნეთ, რომ სახელდება მოხდეს, საიდან იღებს ეს ჩემი შიში სათავეს, რამდენად შეიძლება ჩემი იყოს ეს შიში, ხო, როგორ შემოვიდე ჩემში და როგორ შეიძლება შემდგომ ეს დავამუშავა, ხო? ნამდვილად და დავამატებ იმასაც, რომ ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად არასტაბილური არის, რომ ესეც შეიძლება უქმნიდეს ქალს იმის შიშს, რომ აი როგორ რამდენად გაუმკლავდება ამ ბავშვის საჭიროებებს, იმიტომ რომ მარტო მშობიარობა ხო არ არის, ბავშვს მერე უკვე სჭირდება, როცა ბაღი, სკოლა, სხვადასხვა წრეებზე სიარული და რამდენად შეძლებს. რამდენად ყავს ამ ქალს მხარდამჭერი გარემო, რომელიც დაუდგება მხარში და შეძლებს ამ ყველაფრის რეალიზებას. და ზოგადადაც ალბათ როგორი დამოკიდებულება მაქვს ბავშვების მიმართ, ესეც საინტერესოა, ხო, სანამ გადავწყვეტ, თქვათ, მშობლობას, აი რამდენად თუნდაც საკუთარ ბავშვობას როგორ ვეკონტაქტები. გაგვიგია ხშირად, ხო, რომ მე ბავშვები არ მიყვარს. აი ეს ნაწილიც ვიცნობ წყვილებს, რომლებმაც დაგეგმეს, რომ არ უნდათ შვილი. აი რატომ ხდება ეს, ხო, ალბათ ესეც ძალიან საინტერესოა, რამ განაპირობა მათი ეს გადაწყვეტილება. ხო, დიდი ალბათობით ასე დროს თვითონ დედას აქვს არასასიამოვნო ტრავმული ბავშვური გამოცდილება, როდესაც დედა იყო ან დეპრესიაში, ან დისტანცირებული და არ ქონდა ეს რაღაც უსაფრთხოების განცდა. და როდესაც ბავშვს არ აქვს უსაფრთხოების განცდა, მან უკვე ძალიან რთული არის, რომ აი თუნდაც დაიბრუნოს უსაფრთხოების განცდა, მაგრამ თერაპიაში ეს სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანმა ის რაღაცა სამყაროს მიმართ ნდობა აღიდგინოს და მიენდოს ამ პროცესს. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მიჩვეულია ბავშვობიდანვე აკონტროლოს ყველაფერი, მაგალითად მშობლების კამათის დროს ის ცდილობს, რომ შეარიგოს ან რაღაცა ისე ჩუმად გაიაროს, რომ არ გახდეს კიდევ კამათის მიზეზი, ხო? მას უჩნდება ესეთი რაღაცა ჰიპერკონტროლის მდგომარეობა და როდესაც ორსულობა ზოგადად არაკონტროლირებადი მდგომარეობაა, ხო, ყოველდღიურად ქალის სხეულიც კი იცვლება და ქალი ვერ აკონტროლებს ამ პროცესს და შეიძლება ეს კონტროლის სურვილიც უშლიდეს ხელს ქალს ამ პროცესში. დიახ. ოლიკო, შეეხეთ ძალიან მნიშვნელოვან თემას და ცოტა ეს მსხვილ თემას, უსაფრთხოების განცდას და მიჯაჭვულობის თეორიაზე მინდა გკითხოთ. რას გულისხმობს ეს უსაფრთხო მიჯაჭვულობა მშობლებისთვის, რომ ნათელი გახდეს? ძალიან ბევრი მშობელი შფოთვით კითხულობს, რომ აი 3 წელი უნდა ვიყო ბავშვთან ერთად და თუ 3 წელი არ ვიქნები ბავშვთან ერთად მუდმივად ხელმისაწვდომი ბავშვისთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შორის უსაფრთხო მიჯაჭვულობა არ იქნება?
აი რომ გავცეთ ამ კითხვას, მშობლების შეკითხვას, რა არის ზოგადად მიჯაჭვულობა, როგორი ტიპის მიჯაჭვულობები არსებობს და მართლა 3 წელი უნდა ვიყო ბავშვთან ერთად, რომ უსაფრთხო იყოს ჩვენი ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის. უსაფრთხოება არის საბაზისო საჭიროება, ასე რომ ვთქვათ, როგორც საკვები, როგორც, არ ვიცი, სითბო, ასევე ადამიანს გადარჩენისთვის, ბავშვს გადარჩენისთვის სჭირდება უსაფრთხო მიჯაჭვულობა. უსაფრთხო მიჯაჭვულობა მაშინ ყალიბდება, როდესაც მშვიდი ზრდასრული იქნება ეს დედა თუ ბებია თუ ძიძა, ხო, ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი, რომელიც უვლის ბავშვს, რომელიც არის მშვიდი, არ ვარდება პანიკაში ყოველ პატარა ბავშვის რაღაცა სიგნალზე, ტირილზე, ან არ ვიცი, რაღაცა უცნაურ ხმებზე, ხო? გამოცდილებაზე, გამოცდილებაზე, ხო? არ ვარდება პანიკაში და შეუძლია თავის ფლობა შეუძლია ამ სიტუაციის რაღაცნაირად განმუხტვა, ხო? აი ესეთი მშვიდი, სტაბილური ზრდასრულის გვერდზე ყოფნა არის უსაფრთხო სივრცის შექმნა ბავშვისთვის. და რაც შეეხება დედას, დედა რომელიც არის მაგალითად მუშაობს, კარიერულად რეალიზებულია, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობიარობის შემდეგ სწრაფად დაუბრუნდეს თავის ამ საქმიანობას და გააგრძელოს თვითრეალიზება. მნიშვნელოვანია, რომ პირველი 6 თვე მაინც დედა იყოს ბავშვთან სტაბილურად, იქნება ძიძის მხარდაჭერის ფონზე თუ მარტო ხო ოჯახის წევრების ან მარტო იქნება ბავშვთან. პირველი 6 თვე ბავშვი ვერ აღიქვავს ობიექტის მუდმივობას და დედის გასვლა სივრციდან მისთვის არის ძალიან მტკივნეული. გონია რომ დედა გაქრა იმ მომენტში. ამიტომ აი პირველი 6 თვე ძალიან მნიშვნელოვანია, სადღაც 8 თვიდან უკვე ბავშვს უყალიბდება შფოთვითი განშორება, განშორების შფოთვა, ასე რომ ვთქვათ და ამ დროს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია რიტუალი, რომ დედა ემშვიდობებოდეს ბავშვს და ეუბნებოდეს, რომ დედა ახლა მიდის ამ და ამ საქმეზე და რაღაცა გარკვეული დროის შემდეგ ბრუნდება. და ეს შეხვედრაც უნდა მოხდეს ესეთი გაცნობიერებული, არასოდეს არ უნდა დატოვოს დედამ ვთქვათ, ბავშვი, რომელიც თამაშობს ან სხვა რაღაცით არის გართული, რომ ბავშვს არ შეექმნას საშიშროება, რომ დედა გაქრა. მოულოდნელად რო გადიან, ხო, რომ აქ ხშირად არის ხოლმე ესეთი არგუმენტი, რომ მე იწყებს ტირილს და მირჩენია, რომ ესე ჩუმად გავიპარო, იმიტომ რომ ესე უფრო მშვიდად გადადის შემდეგ ეტაპზე და სინამდვილეში ეს ბავშვი ვერბალიზებას ვერ აკეთებს თავის სიმდგომარეობის და რა შეიძლება გამოიწვიოს, ხო, ხშირად შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მაშინაც კი, როდესაც დედა მასთან არის, მაშინაც იყოს შფოთვაში, იმიტომ რომ დედა ისე დაუგეგმავა და ისე მოულოდნელად ქრება, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ამის საფრთხე დადგეს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ეს განშორება, რომ იცოდეს აი ამ კონკრეტული ხელის დაქნევით თუ ჩახუტებით თუ სიტყვიერი გაზიარების დროს ხდება დედის განშორება და არა ყოველთვის, როდესაც ის ჩემთან არის. და ტირილიც არის პატარა დამშვიდობების აქტი. ხო, აი გამოგლოვება დედის წასვლის მდგომარეობის, ხო, როცა რჩება დედის გარეშე იმ მომენტში. მაგრამ აი დაბრუნება მნიშვნელოვანია, რომ დედა რო დაბრუნდება, ისე მოხდეს აღდგეს ეს კონტაქტი. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სადღაც აი წლიდან მაინც დატოვება რაღაცა გარკვეული პერიოდით. არ შეიძლება მუდმივად ბავშვთან ერთად ყოფნა, იმიტომ რომ ესეც არ არის ჯანსაღი. ბავშვმა ნელ-ნელა უნდა დაიწყოს იმას დაკვირვება, რომ ეს არ არის კატასტროფა, დედა ბრუნდება ყოველთვის. დედა რო ბრუნდება, უკვე შეუძლია რაღაცა კონტაქტი აღადგინოს და კარგად გაატაროს ეს დრო. დიახ და მშობლებსაც რომ არ ქონდეთ ეს შფოთვა, იმიტომ რომ ხშირად მინახავს და მეც ერთ-ერთი დედა ვარ მათ შორის, რომლებიც სამსახურში რო გავიდნენ, მაშინ რამხელა თვითბრალდების განცდა ქონდათ, რომ ვაიმე ახლა როგორ არის, როგორ დავტოვე, იქნება ჩემს გარეშე უჭირს რაღაცა კატასტროფიზაცია, რომ აი მე ახლა რაღაცა შეიძლება ძალიან რთული მოცემულობა იყოს და ვინაიდან ადამიანი იბადება ამ ბაზისო ემოციებით, სადაც არის მწუხარებაც, სევდაც, შიშიც, ბრაზიც, ზიზღიც და ასე შემდეგ, ხო? ეს ნიშნავს, რომ თვითრეგულირებისთვის მას ეს ამ ემოციებთან დაკონტაქტებაც სჭირდება, რომ რაღაცა მერე თვითდამშვიდების პროცესიც უფრო მარტივად დადგეს, შემდგომი საფეხურით, როცა ბაღში მიდის.
რომ დავამშვიდოთ მშობლები, აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ 3 წელი ბავშვთან ერთად იყოს და რაღაცა ტანჯვაში იყოს დედა, რომელსაც სინამდვილეში ძალიან უნდა თვითრეალიზება და ძველი როლების აღდგენა და იმიტომ რომ თქვათ რაღაცა უსაფრთხოებისთვის, ბავშვის მიჯაჭვულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მის გვერდით ყოფნა, არ გულისხმობს, რომ აუცილებლად 3 წლამდე სულ ხელჩაკიდებულები უნდა დავდიოდეთ. აი თქვენ თქვით, რომ საინტერესოა როგორ ბრუნდება დედა. აი რა არის ის რიტუალები, რომელიც შეიძლება დედას დაეხმაროს აი იმ ურთიერთობის ისევ განახლებაში, წამოწყებაში და აი რაღაცა უსაფრთხო ველის შექმნაში. გააჩნია ბავშვის ასაკს. თუ ბავშვი არის პატარა, რომელიც ჯერ ვერ საუბრობს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩახუტება. იმიტომ რომ ეს ფიზიკური კონტაქტი იმისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩახუტება, არ ვიცი, რაღაცა ერთად თამაში რაღაცა შეიძლება ხალიჩაზე ხო ცოტა და აი ესეთი რაღაცა პატარა სასიამოვნო საქმიანობები, რომელიც დააკავშირებს ემოციურად დედასთან. იმიტომ რომ დედა, რომელიც მუდმივად სახლში იმყოფება და ხან ტელეფონზე არის, ხან ვიღაცას ესაუბრება, ხან სოციალურ ქსელში რაღაცას კითხულობს, არ არის ბავშვთან მაგ მომენტში. ფიზიკურად არის, მაგრამ ემოციურად მაინც განშორებულია და ეს არ ანაცვლებს იმას, აი ემოციურ კავშირს არ ანაცვლებს ბავშვისთვის. ამიტომ აი ეს განშორება და დაბრუნება, ოღონდ ემოციური კავშირით, ანუ სტაბილურად, მაგალითად 1 საათი ყოველგვარი ტელეფონის გარეშე ბავშვთან ყოფ, უფრო მეტად რესურსული არის ბავშვისთვის. ოლიკო, თქვენ ხართ 2 შვილის დედა. რა არის ის, რაც აღმოაჩინეთ თქვენ როგორც დედა? აი ის რაც თქვათ შეიძლება ყველაზე უმნიშვნელო გეგონათ, მაგრამ აი პრაქტიკა დაგანახათ თქვენ შვილებთან ურთიერთობამ, თქვენმა დედობამ დაგანახათ, რომ ის რაც მეორე ხარისხოვანი მეგონა, ფონში მეგონა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე არ კონცენტრირდი მანამდე. ხო, მახსოვს ეგეთი გამოცდილება მქონდა. როდესაც ვემზადებოდი სამშობიაროში დასასვლელად, შევიდინე ლამაზი ტანსაცმელი, ესეთი პარკებში ჩალაგებული, იარლიყებით და ეს ყველაფერი არც მქონდა გაზრებული, რომ ეს უნდა გამეხსნა, ან მომემზადებინა გამერეთხა. აი ესეთი ლამაზად ჩალაგებული ჩანდა წავიღა იმაში სამშობიაროში და უკვე მშობიარობის შემდეგ, როდესაც ბებია ქალი მეხმარებოდა ბავშვის ჩაცმაში, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ამოსაღები იყო, იარლიყები მოსახსნელი და ეს ქალბატონი ცოტა ასაკოვანი იყო და კი მეხმარებოდა, მაგრამ ძალიან გაუცებად მკითხე. კი, მაგრამ შვილო, ამას სახლში ვერ გააკეთებთ. ცხრატებსადებოდი. ხო, ეს რაღაცა მე დავფიქრდი, ნეტა რას ნიშნავდა ეს ქცევა და ეს თითქოს რაღაცა ჩემი კონტროლის სურვილი იყო, რომ აი ესე ლამაზად ყველაფერი გამეკონტროლებინა სამშობიაროში. ესე მოწესრიგებულად მისულიყავი, თითქოს ეს რამე პროცესს გამიმარტივებდა. ზოგადად ხო ესეთი რაღაცა არ ვიცი, კონტროლის სურვილი ალბათ ყველა ქალს აქვს, რომ აი ეს რაღაც არაპროგნოზირებადი გარემო, რაღაცა პატარა საყრდენები მაინც გააჩინოს, სადაც შეუძლია კონტროლი კონდეს. რაღაცა ერთმანეთს ეჯახება თითქოს დედა ხდები და ეს თავისთავად გეუბნება რამხელა პასუხისმგებლობაა და შენ რო უნდა მართო პროცესი და ამ დროს არ ხარ რესურსული, ამ დროს აი ამ ნაწილში ხო ფიზიკურად, ემოციურად რაღაცა არ ახარ. ხშირად არის რომ დახმარების თხოვნაც უჭირთ დედებს, აი რომ თქვან ან მეც მქონია ეს ჩემ გამოცდილებაშიც იყო, როცა მეუბნებოდა თქვა დედა ხო არ გამოვიდა, არა, რაღაცა როგორ ვართმევ თავს, აი ამ სიყოჩაღის დემონსტრირება რო გინდა, რომ შენ თითქოს აი სათხარ ხო აი ამ როლისთვის, მანამდეც მზად იყავი, რაღაც შენ თვითონ იქმნი ამ რაღაცა ჯავშანს, რომ თითქოს ესე უნდა იყოს. რა არის ის, რატომაც აი ვერ ამბობენ და ვერ აზიარებენ, რომ ხომ მჭირდება დახმარება, იმიტომ რომ ღამე არ მძინავს, ბავშვი არის რაღაცა არა აქ ჯერ ჩამოყალიბებული ის გრაფიკი, რომელიც მე მინდა ვთქვათ, ხო, მეც ვერ გები ამას კვებასთან დაკავშირებით რაღაცა შეიძლება საჭიროება იყოს და ასე შემდეგ. რატომ არის ესე? სავარაუდოდ ძალიან ბევრ ქალს უნდა რომ იყოს რაღაცა იდეალური დედა,
არ დაანახოს გარშემო მყოფებს თავისი სისუსტეები, იმიტომ რომ აღზრდის სტილიდან გამომდინარე, რომ ხალი უნდა იყოს ძლიერი, არ უნდა აჩვენოს სისუსტე, იმიტომ რომ დაჩაგრავენ და ასე შემდეგ. რაღაცა ესეთ სტერეოტიპები არსებობს და ამიტომ საბოლოო ჯამში ხალი უკვე საკუთარ თავსაც აზიანებს ამით, იმიტომ რომ სჭირდება დახმარება და ვერ ითხოვს. ხშირად მეუღლეებსაც ვერ სთხოვენ დახმარებას, იმიტომ რომ აქვთ მოლოდინი, რომ მეუღლე თვითონ გამოიცნობს ხალის საჭიროებებს და აი ძალიან ხშირად მსმენია თერაპიაში, როცა ვთხოვ, რომ გააჟღეროს თავისი სურვილი, თავის საჭიროება მეუღლესთან. ქალები პასუხობენ, რომ მე თუ უთხარი რა თქმა ესეთი დახმარება. ან თითქოს უნდათ რომ კაცებმა გამოიცნონ და ის ბუნებით კაცებს არ შეუძლიათ. როგორც ქალი არის დედა, ქალს შეუძლია არავერბალური სიგნალების ამოკითხვა, ხო, აი ბავშვთან ურთიერთობის დროს ის ხდება რა დროს შეა, რა დროს რაღაცა სხვა საჭიროება აქვს ბავშვს და კაცს ეს ბუნებით არ დაყვება. ამიტომ მას სჭირდება კონკრეტული მითითებები, რომ იყოს მხარდამჭერი, იყოს რესურსული მაგ პროცესში და არ დაიბნეს თვითონაც, იმიტომ რომ როდესაც ქალი მთლიანად მთელი თავისი არსებით გადადის ბავშვის ზრუნვაზე, ხო ის თითქოს ყურადღების მიღმატავებს მეუღლეს. და ამ დროს მეუღლე შეიძლება თავს გარიყულად გრძნობდეს, მიტოვებულად გრძნობდეს, თუ ეს მის ბავშვობაშიც ასე ხდებოდა, ხო? და ეს უაქტიურებდეს რაღაც ბავშვობის ტრავმას და ამ დროს ის მიდიოდეს მეგობრებთან ამ რაღაცა ემოციების შესავსებად. და ზუსტად ეს რაღაც გამოუთქმელი სიტუაციები ხშირად აზიანებს ურთიერთობას. ამიტომ ალბათ ეს არის რომ ილაპარაკეთ რომ დაგინახონ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორივე წყვილს ეხება ამ შემთხვევაში. თუ ქალს, თუ დედას ერთი რომელიმე მითისგან გავათავისუფლებდით. რაღაც დედობა ეს არის რაღაცა. მუდმივი რაღაცა ჯავშანი ან რაიმე ბრძოლა ან რომელი მითი იქნებოდა რომელისგანაც გაათავისუფლებდით და ნორმალიზებას მოახდენდით რომ რა არის დედობა. ძალიან ხშირად ქალებს უნდათ რომ იყვნენ იდეალური დედა. იდეალური დედა ნიშნავს მშფოთვარე დედას. ანუ არ არსებობს სამყაროში იდეალური მდგომარეობა, ხო? ეს ბუნებით არ არის ესეთი მოცემულობა, რომ რაღაცები იყოს იდეალური. მაგრამ ქალს აქვს ილუზია, რომ შექმნას ეს რაღაცა იდეალური, იყოს იდეალური დედა, ყავდეს იდეალური შვილი, შვილი, რომელიც არ ტირის ქუჩაში, რომელიც არ ითხოვს, რომელიც ტანტრუმებს არ აწყობს და ზუსტად ეს მდგომარეობა არ აძლევს შულს იმ უსაფრთხო განცდას, რომელიც სჭირდება ბავშვს განვითარებისთვის. და ბავშვიც მუდმივად რაღაცა ესეთი კონტროლში არის, საკუთარ თავსაც აკონტროლებს და იმისთვის, რომ დედა არ შეარწყვინოს. რეალურად ვინიკოტის თეორიის თანახმად საკმარისია, რომ დედა იყოს საკმარისად კარგი დედა, იმიტომ რომ ხშირად ქალს გონია, რომ არ არის იდეალური, მაგრამ მისი სხეული ყოველ ღამით დგება, უვლის, უცვლის პამპერს, აჭმევს, ანუ მისი ქმედებები სხვა რაღაცას მეტყველებს და მისი შფოთვები, მისი ფიქრები სულ სხვა რაღაცას მეტყველებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქალმა დააკვირდეს თავის ქმედებებს, რას აკეთებს, როგორ უვლის და აი რაღაცა თავს მოხვეული რაღაცა იდეალური დედობის მითი მართლა გვერდზე გადადოს და იყოს რეალური ცოცხალი დედა, რომელსაც ხანდახან რაღაცეები ეშლება, რომელიც ხანდახან ემოციურია და რომელიც ხანდახან დაღლილიც კი არის. და ბრაზდება კიდეც და ზუსტად ეს არის, რომ მნიშვნელოვანია დედამ გააცნობიეროს, რომ რაღაცა შეეშალა, მივიდეს ბავშვთან აუხსნას, რომ ეს მისი ბრალი არ არის, რომ უბრალოდ ეს დედის ემოციური მდგომარეობაა და ბავშვი ამაში არ არის დამნაშავე, ასე რა ვთქვათ და რომ ბავშვი უყვართ და ასე შემდეგ. ასე ბავშვი სწავლობს ნამდვილ ცხოვრებას და აკვირდება ნამდვილ დედას. და თუ ხარდამჭერი გარემო ამას არ უდასტურებს, ალბათ ეს რასაც თქვენ ამბობთ, რომ დააკვირდეს, ან თუ უფრო მეტად ვიზუალიზაცია უნდა ჩამოწეროს, რას აკეთებს ბავშვისთვის, ხო, მისი როგორც დედის როლი რამდენად სავსეა იმ აქტივობებით, ყოველდღიური ფიქრით და ზრუნვით და
რა რჩევას მისცემთ საბოლოო ჯამში ეს რომ შევაჯამოთ დედებს რას ეტყოდით მომავალ დედებს და დედებს მომავალ დედებს და დედებს ვეტყოდი რომ მათ აქვთ ყველანაირი რესურსი იყვნენ საკმარისად კარგი დედები ის რომ ისინი ყოველდღიურად დგებიან დაღლილობის მიუხედავად, ფოთვის მიუხედავად და ბავშვს უვლიან. არიან ბავშვის გვერდზე, ხო ეს უკვე საკმარისად კარგი მოცემულობა არის. ერთადერთი თუ შეძლებენ, რომ მხოლოდ ფუნქციური ნაწილი არ შეასრულონ და იყვნენ ემოციურად ბავშვთან ერთად, მაგალითად, გამოხატონ სიყვარული, იმიტომ რომ ეხლა თერაპიაში ძალიან ხშირად მოხდება ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ დედა ყველაფერს მიგეთებდა. არ ვიცი, სკოლაც გადამიხადა, იქ არ ვიცი, ძალიან კარგი დედა მყავდა, მეტად მე შევძლო მაგდენი როგორც დედა. ნამდვილად, მაგრამ აი ეს რაღაც ემოციური კავშირი, სითბო, ყურადღება, არ ვიცი, სიყვარულის გამოხატულება, აი ამ ფუნქციური მეთოდების გარდა არანაირად არ ქონდა განცდილი ამ ადამიანს და ვეტყოდი ყველა ქალს, რომ ეცადონ რომ გარდა იმ ფუნქციური ნაწილებისა ასევე ბავშვსაც უკონ სიყვარული, სითბო, ყურადღება, აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი რაღაცა თავის ნახატს მიუტანს დედას და ეტყვის, რომ დედა ნახე რა ლამაზი რაღაცა დავხატე. 5 წუთი მაინც დაუთმოს ბავშვს ამ პროცესში და აღიაროს, რომ ხო შეიძლება კარგი რაღაცეებიც გამოუვიდა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად დედა რომელიც არის დაღლილი შეიძლება უთხრას, რომ ამცალია. და ეს ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის, ამიტომ პატარა გათვალისწინება ბავშვის მისი იმ სამყაროსი ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესო ალიკო თქვენ მე დამაკონტაქტეთ ახლა საკუთარ დედობასთანაც და კითხვა რომელიც თქვენ დაგისვით რა არის ის რაც მეორე ხარისხოვანი გეგონათ და სინამდვილეში ძალიან ღირებულია. ამ კითხვას მეც მინდა ვუპასუხო. მანამ სანამ მე როგორც დედა გავხდებოდი, სულ ვაძლევდი რჩევებს ხო, რომ აი ეს უნდა ეკონტაქტო ჩვილებს და ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ერთად თამაში და ასე შემდეგ. ალბათ ვეტყოდით დედებს საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომ ნაკლებად იყვნენ წარსულზე და მომავალზე, ფოკუსირებული იყვნენ აწმყოზე, იმიტომ რომ აი როცა ვამბობთ, რომ ეთამაშეთ შვილებს, აქ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ თვითონ როგორც დედები რამხელა სიამოვნებას ვიღებთ. ანუ ვეთამაშო შვილს არა მხოლოდ იმისთვის, რომ მან უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ჩემში ეს რამხელა ემოციას იწვევს, რამხელა სიხარულს, ბედნიერების განცდას, რომ ის რაღაცას მიხვდება, რომ აღმოაჩენს, რომ ერთი და იგივე რამეზე გავიცინებთ. ხო, ეს არის ტკბობა უკვე დედობის და ალბათ აი ამ რჩევებთან ერთად ვეტყოდი დედებს, რომ ისიამოვნონ საკუთარი დედობით და მშობლობით. ძალიან საინტერესო და ნამდვილად სრულფასოვანი რჩევა არის, ასე რომ ვთქვათ, ძალიან რთული არის საძმოში ყოფნა. და ეს არის ხელოვნება, ასე რომ ვთქვათ, რომ ცოტა ხანი გადადონ გვერდზე ის წარსული, ის მომავალი, რომელიც ჯერ არ დამდგარა და არავინ არ იცის როგორი იქნება, შეიძლება ძალიანაც კარგი იყოს და სრულად იყოს აწმყოში, ხო, ამისთვის არსებობს სხვადასხვა პრაქტიკები. და დედებსაც, მომავალ დედებსაც მინდა ვურჩიო, რომ ხანდახან გაჩერდნენ და დაპაუზდნენ, ასე რომ ვთქვათ, და აკვირდნენ თავიანთ სუნთქვას. როგორ სუნთქავენ? იმიტომ რომ სუნთქვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტად აბრუნებს ადამიანს სხეულში, აბრუნებს ადამიანს აწმყოში და მშობიარობის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია სხეულთან კონტაქტი. რომ ქალმა არ ამოიკითხოს ის სიგნალები, როგორც რაღაცა საფრთხე, არამედ როგორც დამხმარე საშუალება, რომელიც აახლოვებს თავის საკუთარ ბავშვთან. და ეს ღრმა სუნთქვა არის ესეთი box breathing, ანუ 4 წამით ჩასუნთქვა, 4 წამით შეჩერება ჰაერის და 4 წამით ამოსუნთქვა. ეს ეხმარება ვაგუსის ნერვის გააქტიურებას, რომელიც რთავს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას და ადამიანის ორგანიზმი, ქალის ორგანიზმი გადადის სიმშვიდეში. და თუ ქალს უჭირს აწმყოში ყოფნა, ცოტა ხანი დაპაუზდეს, გადადოს ყველაფერი, რაც აწუხებს და ხო, აღადგინოს ხო სუნთქვის რიტმი და
დაუთმოს ის ძვირფასი წუთები მართლენ, რომელიც უბრალოდ ბავშვის ცხოვრებაში აღარ განმეორდება, იმიტომ რომ ის ერთადერთხელ არის ერთი წლის, ერთადერთხელ ხდება 2 წლის და ზუსტად ეს ფოთო მე დანაშაულს განცდათ უყალიბდებათ ქალს, რომ როცა ვჭირდებოდი, როცა პატარა იყო, როცა რაღაცა შემეძლო ერთად გამეზიარებინა სასიამოვნო ემოციები, თითქოს მან არ ვიყავი, თითქოს რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ ფიზიკურად ვიყავი, მაგრამ ემოციურად არ ვიყავი ბავშვთან ერთად და ზუსტად ეს სუნთქვითი სავარჯიშო დაეხმარება, რომ იყვნენ ბავშვთან ერთად. მადლობა. უღრმესი მადლობა უნდა მოგიხადოთ ოლიკო, ძალიან საინტერესო, რესურსული საუბრისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის, იმ გამოცდილების და იმ რეკომენდაციებისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან დამხმარე იქნება ყველა მშობლისთვის და მომავალი მშობლისთვის. მადლობა ნინო მოწვევისთვის.